მოკლედ, დღევანდელი ვებინარის თემა, როგორც იცით უკვე, არის მონაცემთა სამყაროს გასაღები SQL-ი. მოკლედ რომ გითხრათ, რას განვიხილავთ ვებინარის განმავლობაში, მოკლედ გეტყვით ჩემს შესახებ. მიმოვხილავთ, რატომ უნდა ავირჩიოთ SQL, რატომ უნდა ვისწავლოთ და რატომ არის გამოსადეგი დღეს SQL-ის სწავლა. რაღაც ძირითად კონცეფციებს მიმოვხილავთ ძალიან ზოგად დონეზე. და ვისაუბრებთ სად და როგორ იყენებენ SQL-ს და ბოლოს მოგაწვით გარკვეულ ინფორმაციას ჩვენი კურსის შესახებ. მოკლედ, რო გითხრათ ჩემს შესახებ, მე ვარ მერი, დავამთავრე ICT 2021 წელს, შემდეგ მუშაობდი ICT-ში მკვლევარის პოზიციაზე. შემდეგ გადავედი საქართველოს ბანკში უკვე მონაცემთა მეცნიერის პოზიციაზე, მოდელების ვალიდაციის მიმართულებით. და დღეს ვარ ING-ის წევრი, ING არის ბანკი ევროპაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში აქვს ფილიალი, მათ შორის მე ვარ ვარშავაში. ვარ მონაცემთა მეცნიერი აქ. მოკლედ, ესეთი კითხვა რომ დავსვათ, საიდან დავიწყოთ, შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ესეთი კითხვა თავდაპირველ ან განსაკუთრებით თუ გაინტერესებთ IT მიმართულება და ამ ინდუსტრიაში დაწყება თუ გინდათ მუშაობით, შეიძლება გაგიჩნდეთ ესეთი კითხვა, თუ საიდან შეიძლება დაწყება სწავლის და მეც ესეთი კითხვა გამიჩნდა თავდაპირველად. და ამ კითხვის პასუხი ვიტყვი რომ არის SQL-ი, იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრ პროფესიას, მათ შორის მონაცემთა მიმართულებით და ასევე დეველოპერული მიმართულებით სჭირდება SQL-ის ცოდნა. აქედან გამომდინარე, თუ ეს უნარი გექნებათ, მერე უკვე შეგიძლიათ ანუ თქვა თუ დაიწყოთ მონაცემთა ანალიტიკის სწავლა და მიხდით რომ ეს არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ დეველოპერობის მიმართულებით და ასე შემდეგ და ეს უნარი ყველა ამ სფეროში გამოგადგებათ. ამიტომ ძალიან ესეთი მოქნილი უნარია, რომელიც ყველა სფეროში გჭირდებათ. ანუ აქ არის ჩამონათვალი კიდევ ერთხელ იმ სფეროების, იმ პროფესიების, რომელთაც სჭირდებათ SQL-ის ცოდნა. ესენი არის მონაცემთა ანალიტიკოსი, მონაცემთა ინჟინერი, მონაცემთა ბაზების დეველოპერი, მონაცემთა მეცნიერი და ასე შემდეგ. მარტივად რომ ნახოთ ასევე LinkedIn-ზე რომ შევიდეთ და დავსერჩოთ რომელ პროფესიების მინიმალური მოთხოვნები ამ ჩამოთვლილი პროფესიების, მაგალითად მონაცემთა მეცნიერი Google-ში, full stack developer-ი, ასევე საზღვარგარეთ საქართველოში მონაცემთა ინჟინერის პოზიცია და ყველგან ხედავთ რომ SQL-ი არის მინიმალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებში ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგანი. შესაბამისად, ეს კიდევ გვიჩვენებს და ამტკიცებს ამ დებულებას, რომ SQL-ი მართლაც საჭიროა ესეთ ტექნიკურ IT მიმართულების სფეროებში, განსაკუთრებით მონაცემების მიმართულებით. ასევე არა მხოლოდ ესეთ სამსახურებში, არამედ freelance მიმართულებითაც საკმაოდ ბევრი პოზიცია იდება, სადაც SQL-ის ცოდნა არის საჭირო და საკმარისიც კი ზოგ შემთხვევაში. ეხლა მოკლედ რომ დამარტივად რომ ავხსნათ რა არის SQL-ი. SQL-ი იშიფრება როგორც structured query language და ეს არის სტანდარტიზებული პროგრამირების ენა, რომელიც გამოიყენება რელაციური მონაცემთა ბაზების სამართავად. და მათში განთავსებულ მონაცემებს და სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად. ეს ოპერაციები შეიძლება დავყოთ 5 სხვადასხვა კატეგორიად, რომლებიც აქ სლაიდზეც გვაქვს მოცემული. და ამის მიხედვით შეიძლება სხვადასხვა როლის ადამიანმა, მაგალითად მონაცემთა ანალიტიკოსმა, მონაცემთა ინჟინერმა და ასე შემდეგ, სხვადასხვა ეს ფუნქციები გამოიყენონ. მაგალითად, აი ესამის პერიფერით გვაქვს DQL, ანუ Data Query Language, რომელიც ძირითადად იყენებს select-ის ფუნქციას, ანუ მხოლოდ ანალიზისთვის შეიძლება გამოიყენოთ ეს ჩამოთვლილი ფუნქციონალი SQL-ის. ასევე თუ შევხედავთ Data Definition Language, მაშინ აქ გვაქვს ისეთი ფუნქციები, როგორიც ეხება უფრო მონაცემთა ბაზების შექმნას და ესეთი შექმნას გარკვეული ფუნქციების გაწერას, მონაცემთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირებას და ასე შემდეგ. ესეთი ფუნქციები უფრო მეტად საჭიროა მონაცემთა ინჟინერისთვის, თქვათ. უხსენეთ რომ SQL-ი საჭიროა SQL-ი
შექმნილია რელაციურ მონაცემთა ბაზების ირგვლივ და მოვიწყოთ თუ სადმე კითხვა გაჩნდება იმის გამო რომ მე ხელს ატელефონს ვარ ხედავ პირდაპირ შეგიძლიათ ან მიუთი გააკეთოთ და დამისვათ კითხვა თუ ძალიან სწრაფად ლაპარაკობენ რამე გაინტერესებთ დამატებით შეგიძლიათ კითხოთ და ნუ ბოლოსაც გვექნება კითხვების დასმის საშუალება რელაციური მონაცემთა ბაზა არის ისეთი მონაცემების ისეთ დაორგანიზებული მონაცემები, სადაც გვაქვს სვეტებისა და სტრიქონების რიგი. დღეს მონაცემები შეიძლება და ინფორმაცია შეიძლება შეგვხვდეს არა მხოლოდ ტაბულარული სახით, არამედ ბევრი სხვა სახით, მაგალითად ტექსტური სახით, ვიდეო, ასევე ინფორმაცია, ფოტო და ასე შემდეგ, მაგრამ SQL-ი გამოიყენება მხოლოდ ტაბულარულ მონაცემებთან. ტაბულარული არის მონაცემები, რომელიც გვაქვს აქ მარცხნივ მოცემულ მაგალითზე, სადაც ანუ გვაქვს სტრიქონების და სვეტების რიგი და თითოეული სტრიქონი არის თითოეული ერთი და კონკრეტული დაკვირვების შესაბამისი, ხოლო სვეტები გვიჩვენებს სხვადასხვა მაჩვენებელს ამ კონკრეტული ობზერვაციის დაკვირვების აღსაწერად. ასევე საინტერესო არის ის, რომ მონაცემების შენახვა კომპანიებში განსაკუთრებით როდესაც საქმე გვაქვს დიდ მონაცემებთან ხდება დაყოფილი სახით. მაგალითად, ცალკე ხდება მონაცემების შენახვა მომხმარებლებზე, ანუ customer-ებზე, ცალკე ხდება მონაცემების შენახვა დასაქმებულებზე, ცალკე პროდუქტებზე და ცალკე ანუ სხვადასხვა მიმართულებაზე ხდება ცალკე მონაცემების ჩაწერა. ეს ხდება იმიტომ, რომ უფრო მარტივად მოხდეს მონაცემების გამოტანა და შემდეგ გაანალიზება და ასევე ხდება იმიტომ, რომ უფრო ოპტიმიზებული იყოს სერვერები და მარტივად უფრო ნაკლებ, ესე ვთქვათ, ადგილს იკავებდეს სერვერზე მონაცემები. ხოლო მონაცემები ერთმანეთთან დაკავშირებული არის გარკვეული სვეტებით, მაგალითად აქ ვხედავთ, რომ ერთი წრილი შეიცავს მონაცემებს მხოლოდ მომხმარებლებზე და ერთი წრილი მხოლოდ დასაქმებულებზე, ეს წრილი ესე ვთქვათ, ხიდი წრილი, bridge table შეგვიძლია უწოდოთ, რომელიც არის შეკვეთების წრილი და ეს წრილი აკავშირებს ყველა ჩამოთვლილ წრილს და შეგვიძლია დავაკავშიროთ მაგალითად, რომელმა მომხმარებელმა შეიძინა რომელი პროდუქტი, რომელი დასაქმებულის საშუალებით და ასე გარკვეული ანალიზები გავაკეთოთ აქედან გამომდინარე. სად იყენებენ SQL-ს? SQL-ს იყენებენ ყველგან, სადაც ხდება ასეთი ტაბულარული სახის მონაცემები და განსაკუთრებით სადაც ხდება დიდი ზომის მონაცემები. აქ ჩამოთვლილი სფეროები არ არის ყველა ის სფერო, სადაც შეიძლება გამოვიყენოთ SQL-ი, კიდევ უამრავი სფერო არსებობს, მაგრამ ეს ყველაზე ისეთი ძირითადი, სადაც შეიძლება შეგვხვდეს, ეს არის ელექტრონული კომერცია, მარკეტინგი, ფინანსები, ადამიანური რესურსები, განათლება, ჯანდაცვა, ლოჯისტიკა და მიწოდების ჯაჭვები, ანუ ბიზნეს მიმართულებით შეიძლება შეგვხვდეს და შეიძლება იყოს საჭირო. როგორ იყენებენ SQL-ს? მარტივი მაგალითი გვაქვს აქ მოყვანილი, ანუ ბიზნეს პრობლემა, რომელიც შეიძლება გადაჭრას SQL-ის საშუალებით ბიზნეს ანალიტიკოსმა. თქვათ გაინტერესებს ელექტრონული კომერციის პლატფორმას, სურს გაანალიზოს მომხმარებლის ქცევა, გარკვეული თარიღის შემდეგ განსაკუთრებული ფოკუსით მაღალი მოგების მომტან მომხმარებელზე, რომელსაც განათავსებს ანუ არაერთი, არამედ რამდენიმე მოთხოვნა. ამ პრობლემის გადასაჭრელად ანალიტიკოსი დაწერს ასეთი ტიპის, ანუ ეს მოცემული რაც გვაქვს, ეს არის SQL-ის სინტაქსი, როგორ იწერება SQL ბრძანება და ამ ბრძანების საშუალებით მონაცემთა ბაზიდან მოვახდეთ მონაცემის წამოღებას. და იმ ფორმატით, იმ ფორმით და იმ ინფორმაციას წამოვიღებთ, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს. ანუ მაგალითად, აქ ეს შემდეგ უკვე შევისწავლით კურსის განმავლობაში, სად რა იწერება, როგორ დგება ამ ბრძანების სინტაქსი, ვუთითებთ ცხრილს, რომელზედაც გვინდა მონაცემის წამოღება, სვეტებს, რომელიც გვინდა რომ გავაანალიზოთ და საბოლოო ჯამში მივიღებთ ასეთი ტიპის ცხრილს, სადაც ვხედავთ მომხმარებლის უნიკალურ ნომერს, მომხმარებლის სახელს და გვარს და უკვე შემდგომ სხვა ცხრილიდან წამოღებულ რაოდენობას იმ შეკვეთებისა, რომელიც მან განათავსა
და ასევე გვაქვს რა თანხა ხარჯა ამ მომხმარებელმა. და შეგვიძლია ვნახოთ, რომ ეს 5 მომხმარებელი არის ის, რომელთაც ყველაზე მეტი თანხა დახარჯეს და ეს ინფორმაცია შესაძლოა შესაბამისად საინტერესო იყოს ბიზნესისთვის სხვადასხვა გადაწყვეტილებების მისაღებად და ესეთი მარტივი ამ ბრძანების საშუალებით შეგვიძლია ესეთი ინფორმაციის წამოღება. და აქ საუბარია იმაზე, რომ ეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ელექტრონული კომერციის პლატფორმას გააჩნია, სავარაუდოდ არის ძალიან დიდი ზომის და ამიტომ მარტივად ესეთი ინფორმაციის წამოღება შეიძლება ვთქვათ, იფიქროთ, რომ Excel-ითაც შეიძლება მარტივად ამის გაკეთება, მაგრამ SQL-ი იმიტომ არის საჭირო, რომ უფრო დიდ მონაცემებთან სამუშაოდ გვჭირდება. მონაცემთა ბაზის მართვის სისტემები გვაქვს ჩამოთვლილი ამ სლაიდზე. სხვადასხვა თითოეულ მათგანს, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი, აქვს სხვადასხვა დადებითი და უარყოფითი მხარეები და შესაბამისად სხვადასხვა კომპანიებში გვხვდება სხვადასხვა მართვის სისტემა. სხვადასხვა მაგალითად Oracle არის ისეთი სისტემა, რომელიც შედარებით უფრო ლიცენზიის მხრივ უფრო მეტად ხარჯიანია. SQL სერვერი უფრო მეტად გამოიყენება დეველოპერების მიმართულებით და ასე შემდეგ. კარგი ამ შემთხვევაში ჩვენი კურსის განმავლობაში ჩვენ გავივლით PostgreSQL აი ამ ლოგოთი და კარგი ამბავი არის ის, რომ ამ სხვადასხვა მონაცემთა ბაზის სისტემებს აქვთ საკმაოდ მსგავსი ენა და არის მხოლოდ ძალიან მცირე განსხვავებები მათ შორის. ანუ მაგალითად, აი აქ მაქვს ესეთი მაგალითი გამოტანილი, სადაც ჩანს, რომ ანუ თუ გვინდა რომ ორი ცვლადი გადავაბათ ერთმანეთს, ორი string ცვლადი, ერთგან უნდა გამოვაყენოთ ესეთი სინტაქსი, მეორეკან ცოტა ოდნავ უფრო მოდიფიცირებული, მაგრამ ძირითადი სტრუქტურა რაც არის, ანუ ეს select-ი და ასე შემდეგ, ყველაფერი დანარჩენი არის ძალიან მსგავსი და ეს პატარა ცვლილებები თითქმის ჩემი გამოცდილებიდანაც ვთქვათ, რომ სხვა SQL-ი რომ მქონდა მასწავლი, სხვა დამუშავება თითქმის არ გამიჭირდა აქედან გამომდინარე. იქნება რომ ძალიან გავს ერთმანეთს სხვადასხვა SQL-ების სინტაქსი და მუშაობის სტილი. კურსზე რომ გადავიდეთ უშუალოდ, ჩვენი კურსი შედგება 8 კვირისგან, ანუ 2 თვის განმავლობაში შევისწავლით SQL-ს. პირველ კვირას ვისწავლით ბაზე, ანუ შესავალის სახე ექნება და ძალიან ძირითად კონცეფციებს ვისწავლით. შემდეგ გადავალთ ძირითად ოპერაციებზე, შემდეგ ბაზის დიზაინსა და ოპტიმიზაციაზე. ანუ ეს უკვე ბაზის შექმნა უშუალოდ როგორ ხდება. შემდეგ გადავალთ კომპლექსურ ოპერატორებზე და საბოლოო ჯამში ბოლო კვირა დაეთმობა პროექტის გაკეთებას, რომელსაც გააკეთებთ თქვენ და საბოლოო ჯამში წარვადგენთ. და ეს პროექტი საკმაოდ გამოსადეგი იქნება, ვფიქრობ, თქვენთვის უკვე მომავალში სამუშაოს ძებნის მიმართულებით. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, IT სფეროში ძალიან საჭიროა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ აქ უნივერსიტეტის დიპლომს და ასე შემდეგ არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია რომ დაინახოს სამსახურებელმა რა გაქვს გაკეთებული, ამიტომ პროექტის გაკეთება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სამსახურის ტოვნის მიმართულებით. მეტ ინფორმაციისთვის კურსთან დაკავშირებით უფრო დეტალური სილაბუსი რა შედის, რა სწავლობთ, რა დოზით და ასე შემდეგ შეგიძლიათ ამ კოდზე გადახვიდეთ და ნახოთ. ასევე საიტზე შეგიძლიათ ნახოთ სხვა კურსები, რომლებიც დაკავშირებულია მონაცემებთან და ანუ SQL-ის ცოდნა შეგიძლიათ დააშენოთ სხვა ცოდნები, მაგალითად Power BI-ის SQL-ის და ასე შემდეგ, Excel-ის და ასე შემდეგ. და ახლა შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმზე, თუ რაიმე კითხვები გაქვთ. გამარჯობა. მე მაქვს შეკითხვა. ჩვენ კურსის განმავლობაში შევისწავლეთ Postgres ბაზებს, როგორც თქვით, ხომ ასეა?
მაინტერესებს არასდროს შეხება არ მქონია, წარმოდგენა არ მაქვს, მაინტერესებს Linux თუ შევეხებით პარალელურად basic-ებს თავშოთ, რაც დაგჭირდება. Linux არა, მაგრამ შევეხებით Python-ს, ანუ მაგალითად Python-იდან როგორ შეგვიძლია გადავიდეთ SQL-ის ბაზაზე და იქიდან წამოვიღოთ მონაცემები, ესეც უფრო მეტად ამაზე ვიქნებით კონცენტრირებული. და ასევე ხო, მოკლედ SQL-ში წერის სინტაქსი, როდესაც ვიცით, უკვე ძალიან მარტივია სხვადასხვა პროგრამა, ანუ მაგალითად მე ხომ მუშაობ SAS-ი არის ესეთი პროგრამა, სადაც დავწერ, ანუ წინ უბრალოდ უნდა გავუწეროთ, რომ ანუ SQL-ში წერთ და დავწერთ ჩვეულებრივი SQL-ის სინტაქსი, რომელსაც გავივლით ამ კურსის განმავლობაში. ჩვეულებრივი სინტაქსით და შეგვიძლია სხვა პროგრამაშიც ვიმუშაოთ, ანუ ეს აქვს სხვა SQL-ების სინტაქსი. ბოდიში, ანუ ამ კითხვას უპასუხებ თუ ანუ Linux არა, მაგრამ Python-ში Python-დან გასაგებია, დიახ, მადლობთ. კი ბატონო, მეორე კითხვა ვნახეთ, დავინახეთ ჩატში. რამდენად რთულია გამოცდების გარეშე პირველი სამსახურის შოვნა მონაცემთა ანალიზის, მონაცემთა ინჟინერიის სფეროში და SQL-თან ერთად რისი ცოდნა აუცილებელი. მე მგონია, რომ მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით სამსახურის შოვნა შედარებით მარტივია SQL-ის ცოდნის შემთხვევაში. საჭიროა პროექტების ქონა, ანუ პორტფოლიოს შექმნა არის საჭირო, რომ დაინახოს დამსაქმებელმა იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ სამუშაო გამოცდილება თქვენი უნარების დემონსტრაცია რომ მოახდინოთ. და SQL-თან ერთად ალბათ ანალიტიკური უნარების ქონა არის საჭირო, თქვა სტატისტიკის ცოდნა და ასე შემდეგ. თუ მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებითაა საუბარი. თუ შეიძლება კიდევ ერთ შეკითხვას დავსვამ, რამდენად დაგვეხმარება მონაცემთა ადმინისტრატორი, რომ გავხდე მომავალში ეს კურსი? კი ბატონო, ანუ მონაცემთა ადმინისტრატორი, როგორც უკვე თქვით, ჩვენ გავივლით არა მხოლოდ მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი უკაცრავად. კი. ანუ როგორც უკვე თქვით, ჩვენ ვისწავლით მონაცემთა არა მხოლოდ ანალიზის მიმართულებას, როგორც არამედ ბაზის შექმნას, ანუ ბაზის დიზაინი როგორ უნდა მოხდეს, ამ მიმართულებითაც საკმაოდ დიდ დროს საუცნობთ ამ მიმართულებასაც, ანუ როგორ შევქმნათ ცხრილები, როგორ დავაოპტიმიზიროთ დიდი ცხრილები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ბაზების ადმინისტრატორისთვისაც გამოსადეგი უნდა იყოს ეს კურსი. მადლობა. გიქოს. მაინტერესებს რა პროცესი გაიარა ING-ში მოსახვედრად, კონკრეტულად SQL-დან გამომდინარე, ანუ რა დაგჭირდა, რა გამოგადგა და როგორ გაიკვლიე გზა. ანუ როგორ განმოაჩინე შენი თავი, როგორც SQL-ის მცოდნე თუ Python-ის მცოდნე, ასევე თუ კიდე სხვა ენების. კი ბატონო, მოკლედ საქართველოს ბანკში მუშაობდი Python-ში და SQL-ში მხოლოდ, როგორც უკვე თქვი რომ ანუ სხვა ესეთი კომპიუტერული მიმართულებით სხვა ცოდნა არ მქონია და შესაბამისად SQL-ის ცოდნა იყო მხოლოდ საკმარისი იმისთვის, რომ ეს პოზიცია მომეპოვებინა უბრალოდ LinkedIn-ის საშუალებით, ანუ არაფერი განსაკუთრებული. ამის გარდა არ დამჭირდა მხოლოდ დავწერე ტესტი გასაუბრების შემდეგ. ტესტი, მაგრამ ასევე მინახავს, რომ ზოგს აქვს live გასაუბრებად, სადაც ეკითხებიან უშუალოდ live რეჟიმში უსვამენ გარკვეულ ბიზნეს პრობლემას და იქ უწევთ ტესტის წერა. მე ესეთი არ მომიწია, მაგრამ სხვა შემთხვევაში მქონია ესეთი გამოცდილება და ვფიქრობ, რომ ეს მე ჩვენი კურსი ამისთვისაც მოგამზადებთ. და ასევე ჩვენ გვაქვს ვაკანსიების სია, რომელსაც გაგიზიარებთ კურსის ბოლოს და დაგეხმარებით ყველანაირად, რომ შემდეგ სამსახურის მოპოვება შეძლოთ. SQL-ის ცოდნაზე დაფუძნებით.
და კი, ანუ ესეც მართალია, რომ მონაცემთა ანალიტიკოს შეიძლება ასევე დაჭირდეს Power BI-ს და Python-ის ცოდნას. გაჩნია, ანუ რომელი ინდუსტრიაში ხარ, ძალიან ბევრ რაღაცას გაჩნია, მაგრამ SQL-ი არის ფუნდამენტური უნარი, რომელიც ყოველთვის საჭიროა ხოლმე ანალიტიკოსის მიმართულებით მით უმეტეს. Python-ი შეიძლება ნაკლებად იყოს საჭირო, აი მაგალითად ახლა ჩემს შემთხვევაში Python-ს თითქმის არ ვიყენებ, მხოლოდ მჭირდება SQL-ის ცოდნა. რომელიმე კითხვა ხომ არ გამომრჩა. სხვა SQL-ების სინტაქსის გოცოდება ამ კურსის შემდეგ. ამ კურსის განმავლობაში ყოველთვის ვეცდები, რომ ხაზი გაუსვა ხოლმე, თქვა როდესაც ავხსნით PostgreSQL-ში რაღაც ფუნქციას, რაღაც სინტაქსს, ყოველთვის ვეცდები, რომ ხაზი გაუსვათ ხოლმე სხვა სისტემაში როგორ ხდება სხვანაირად, ანუ ამ განსხვავებას გაუსვათ ხოლმე ხაზი. რატი, ბოდიში, შენ კითხავს უპასუხე თუ კიდევ კი, არა, სულ უპასუხებლობ, მაგრამ ჩემ მეგობარს ქონა ჰოლანდიაში ING-ში პროექტი მიწის გასაკეთებელი და მაგიტომ მაინტერესდა პოლონეთშიც იგივე кейსი იყო. თუ დავუშვათ შენი ძველი პროექტები ნახეს და მაგით შეგაფასეს. თუ გაგატანეს რაღაც პროექტი დავუშვათ 24 საათი მოგცეს და 24 საათში უნდა ამოგეხსნა დაგებრუნებინა უკან. კი, უფრო ანუ ეს ესეთი დავალება მომწეს, რომელიც უნდა გამეკეთებინა და დამებრუნებინა. ესეთი ლაივ რეჟიმში არ ყოფილა. ანუ ტესტი დავწერა ერთი და მეორე იყო რომ რაღაც დავალება იყო. გამარჯობათ, კითხვა მაქვს, მოკლედ. როდესაც არ გაქვს სამუშაო გამოცდილება და კურსი ახალი გავლილი გაქვს. მესმის რომ კურსის ფარგლებში რაღაც პროექტს აკეთებ, თქვა ერთ კონკრეტულ პროექტს, ხო? მაგრამ დამსაქმებელი რომ დაინტერესდეს შენით, ეს პროექტები როგორ უნდა გავაკეთო, საიდან უნდა მოვიძიო, ვისგან შეიძლება მივიღო თუ ამაზე მე თვითონ უნდა შევქმნა რამე პროექტი, რომ დამსაქმებელი დავაინტერესო. როგორ ხდება ამის ეს კურსის განმავლობაში გავაკეთებთ ერთ კონკრეტულ პროექტს, მაგრამ შემდეგ დასასრულისთვის გაგიზიარებთ რესურსებს, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ესეთი კურსები და პროექტები და თავადაც იმუშაოთ დამოუკიდებლად. რომ გამდიდროთ პორტფოლიო. კარგით, მადლობა. ტესტი ახსენე და საუბარი იყო IQ ტესტზე, თუ საუბარი არის კონკრეტული ცოდნის ტესტზე. არა, ცოდნის. ანუ დაყოფილი იყო რამდენიმე მიმართულებად. SQL-ის ფარგლებში იყო კითხვები, Python-ის ფარგლებში, ზოგადად მოდელების სტატისტიკის ფარგლებში და თუ არ ვცდები, რაღაც ზოგადი კითხვებიც იყო, აი რაღაც უნარების და მსგავსი. თუ სწორად მახსოვს. ისე მადლობა. კარგი, აქ გამომრჩა კიდევ მგონი კითხვა. დაახლოებით რა არის გამოცდილების გარეშე ნორმალური სახელმწიფო რენჯი, რასაც გთავაზობენ თუ SQL, Excel და Power BI ასე თუ ისე კარგად იცი. ზართული კითხვა, ანუ გააჩნია ძალიან ბევრ რაღაცას მგონია, მაგრამ ისიც მგონია რომ საქართველოს კვალობაზე, ანუ სხვა სფეროებთან და სხვა როლებთან მიმართებით საკმაოდ მაღალი რენჯი აქვს საწყის პოზიციებზეც კი. და დაახლოებით ვიტყოდი რომ 2000 ლარის ფარგლებში არის საწყის პოზიციაზე, ანუ 1500-დან 2500-ის ჩათვლით. შეიძლება 2500 ბევრი იყოს, მაგრამ ანუ ჩემ ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, იმიტომ რომ მე სხვა მიმართულებით დავიწყე, როდესაც დამწყები ვიყავი და შესაბამისად ანუ ესე მარტივი არ არის შედარება, ამიტომ უბრალოდ ის იმაში დარწმუნებული ვარ, რომ სხვა სფეროებთან მიმართებით საქართველოში საკმაოდ კარგი ანაცხოვრება არის პირველივე ეტაპზე. და ასევე კიდევ განსაკუთრებით დადებითი არის ის, რომ ზრდის შესაძლებლობა არის ამ სფეროში ძალიან მაღალი, ანუ შედარებით სხვა სფეროში ყოველთვის ასე არის, რომ ძალიან დიდი ხანი უნდა იმუშაო ერთ
რამდენიმე წელი რომ შემდეგ დაწინაურდე და ასე შემდეგ, ასეთ სფეროებში, ტექსტ სფეროებში ძალიან მარტივად შეიძლება რომ დაწინაურდე და ანუ ამ მხრივ ძალიან მუქნილი გარემო არის ხოლმე ყოველთვის, სადაც მოვყოფილო. კი ბატონო, კითხვა არის remote მუშაობის საშუალებას, იძლევა ნამდვილად ესეც კიდევ ერთი მოქნილობის მიმართულების კიდევ ერთი პლუსი არის ის, რომ ძალიან მარტივია თუნდაც პროექტების აღება, ანუ freelance სამსახური, ან თუნდაც უშუალოდ მუშაობა ესეთ კომპანიაში საზღვარგარეთ საქართველოდან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან და მაგალითებიც ყავს ძალიან ბევრი აგერ მე ვიცნობ ძალიან ბევრ ასეთ ადამიანს, რომელიც დასაქმდა remote-ად საქართველოში. პირველი ნაკადი კურსის, როგორც ვიცი, მარტში იწყება და შემდეგი როდის იქნება? კარგი, ესე იგი, პირველი ნაკადი იწყება ორშაბათს, 17 მარტს. არის კურსი ორთვიანი და დაახლოებით თქვა ერთი თვის შემდეგ სავარაუდოდ დაიწყება შემდეგი ორთვიანი კურსი. და რაც შეეხება პროექტის მაგალითი არის რაღაც ბიზნეს პრობლემა გვაქვს მოცემული და ამ ბიზნეს პრობლემის, აი რაც შეიძლება რომ რეალურად სამუშაო გარემოში მიიღო ისეთი ბიზნეს პრობლემა არის მოცემული და შენ ამის ირგვლივ უნდა გააკეთო ანალიზი, გაანალიზო ყველაზე მომგებიანი მომხმარებელი, ყველაზე მეტი მოგება რომელი ქვეყნიდან მოდის, რომელი მარკეტიდან, რომელი ბაზრიდან და ასე შემდეგ. ასევე ანუ ეს ახლა ანალიზის კუთხით თქვი ასევე აი ინჟინერის კუთხით თქვათ მონაცემთა ბაზის შექმნის კუთხით ანუ მოგიწევს ააგო რაღაც მონაცემთა ბაზა საჩვენებლად მონაცემთა მოდელის საფუძველზე შექმნა მონაცემთა ბაზა რეალურად. თუ პასუხობს და თინ შეგიძლია გამარჯობა. მაინტერესებს კურსის ღირებულება, რომ გითხრათ. კურსის ღირებულება არის 600 ლარი და არის ორთვიანი. მაგრამ ასევე საიტზე შეგიძლიათ ნახოთ უშუალოდ დეტალები, შეგიძლიათ ასევე გვაქვს ხელმისაწვდომი არა პირდაპირ, არამედ შემდეგ უკვე ჩანაწერებზე ვდომად შეგიძლიათ და საიტზე შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად. თუ არ იხსნება QR-ი, შემიძლია აქ ჩატში ჩავაგდო კურსის ლინკი. მადლობა, გაიხარეთ. ფასდაკლებასთან დაკავშირებით ფასდაკლება აქვს ყველა იმ ადამიანს, რომელიც 15%-ამდე არის ფასდაკლება, 15%-იანი ფასდაკლება გვაქვს ორშაბათამდე რეგისტრაცია, ანუ ამ კურსზე და ასევე გვაქვს ხოლმე პერიოდულად ფასდაკლებები თუ თვალს ადევნებთ ჩვენს გვერდს. ანუ 600 ლარზე არის 15%-იანი ფასდაკლება ამჟამად. კითხავი. კი ბატონო, თუ კითხავი არ არის, მაშინ მე ვიკითხავ მოპატიეთ სერტიფიკატს ავიღებთ კურსის დასრულების შემდეგ თუ მხოლოდ სერტიფიკატი იქნება ორენოვანი KOP-ის სერტიფიკატი იქნება ინგლისურ და ქართულ ენაზე.
და სერტიფიკატს ავიღებთ გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში თუ როგორ ხდება? კი, ანუ პროექტის შეფასების შემდეგ მიიღებთ და გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღებთ სერტიფიკატს. თითოეულ ადამიანს გვექნება თავის დავალება ხო, თავის პროექტი თუ ერთ და იგივე პროექტზე მუშაობთ? არა, კონკრეტული დავალება თითოეულ ადამიანს. კი ბატონო. მე მაქვს ბოლო ერთი კითხვა მაშინ დავსვა. დავუშვათ მე შემიძლია, გავიარე ეს კურსი, შევისწავლე ყველაფერი. შემდეგ შემიძლია დავუშვათ გავაკეთო ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, დავუშვათ რაღაც ქვეყნის ეკონომიკის კონკრეტული დარგის ანალიზები, დავაანალიზებ წყალებში და ეს იყოს ჩემი პროექტი, ხო? ეს მე და შევიტანო ჩემ პორტფელში. კი ბატონო, უბრალოდ აქ მოსაფიქრებ, ანუ SQL-ის ცოდნა უნდა ჩანდეს ან რაღაც ესე მიჭერს თქმა ახლა, მაგრამ თქვენი ინტერესები რო გავითვალისწინოთ თქვათ პრობლემის არჩევისას, ეს შესაძლებელია. ანუ ისეთ პროექტში უნდა ჩანდეს კარგად SQL-ის ცოდნა. და რა განსაზღვრავს SQL-ის კარგად ცოდნის გამოჩენას? ანუ კოდი უნდა იყოს დაწერილი SQL-ში, ანალიზი უნდა იყოს SQL-ში დაწერილი. ხო, გასაგებია. მადლობა. მადლობა, სხვა კითხვები თუ გექნებათ, საიტზე არის შესაძლებლობა რომ ჩავნიქნოთ ერთ-ერთზე გასაუბრება 15 წუთიანი და იმედია შევხვდებით მომავალში. დროებით. მადლობა. 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 უკაცრავად მერი ვერ მოვისმინე გასაუბრებები ერთ-ერთზე თქვენთან გვექნება თუ კი, ჩემთან.